91 წლის 31 მარტი იყო მნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დღე, როდესაც ჩატარდა რეფერენდუმი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენასთან დაკავშირებით. და სწორედ ამ რეფერენდუმს რამდენიმე დღეში 9 აპრილს მოხდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო ამორჩეულის 90%-ზე მეტმა. დამოუკიდებლობის იდეას ხარი დაუჭირა ამორჩეულთა 99%-ზე მეტმა. შესაბამისად შედგა ერთსულოვნება, ქართული ხალხის ერთსულოვნება დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა საქართველოს პირველ პრეზიდენტს იად გამსახურდიას, რომელიც იყო რეფერენდუმის და დამოუკიდებლობის გამოცხადების დღის მთავარი სულის ჩამდგმელი. და პატივი უნდა მივაგოთ, რა თქმა უნდა, მის ხსოვნას. ეს წლები იყო ძალიან რთული ჩვენი ქვეყნისთვის. 1991 წლის შემდეგ ჩვენ გამოვიარეთ 4 სხვადასხვა ომი, 2 სხვადასხვა რევოლუცია, ურთულესი წლები, მათ შორის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისები და შემდეგ, თუმცა საქართველომ დღემდე შეძლო დამოუკიდებლობის არამხოლოდ შენარჩუნება, არამედ კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და დამოუკიდებლობა არის ის, რასაც განსაკუთრებულად უნდა გავაფრთხილდეთ, რა თქმა უნდა. მომავალშიც დამოუკიდებლობა სჭირდება მუდმივი გაფრთხილება და დღეს თამამად შეიძლება ითქვას ის, რომ დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული როგორც არასდროს. და ეს არის ის მდგომარეობა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავაფრთხილდეთ. დღევანდელ დღეს ჩვენ განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ის ადამიანები, რომლებმაც ამ წლების მანძილზე დამოუკიდებლობის იდეას შესწირეს ყველაზე ძვირფასი სიცოცხლე, განსაკუთრებით უნდა მოვიგონოთ და პატივი მივაგოთ, რა თქმა უნდა, ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც შეეძირნენ ომებს დამოუკიდებლობისთვის, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მინდა ყველას უსურო, ყველას გისურვოთ საქართველოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. დამოუკიდებლობისთვის, როგორც მოგახსენებათ, ეკონომიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ჩვენ მოხარული ვართ, რომ გრძელდება ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ამ თვალსაზრისით 2025 წლის პირველი და მეორე თვეებიც იყო გამორჩეული. ჩვენ დავყურეთ ეს 2 თვე დადებითი მაჩვენებლებით. იანვარში, როგორც მოგახსენებათ, ჰქონდა 11.1% ეკონომიკური ზრდა და თებერვალში დღევანდელი მონაცემების მიხედვით, რომელიც გამოაქვეყნა საქსტატმა, ზრდამ შეადგინა 7.7%. შარშანაც ჰქონდა ჩვენ ამ კუთხით ძალიან დადებითი მაჩვენებელი, 9.4% იყო წლიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი არის, რა თქმა უნდა, ამ ტენდენციის შენარჩუნება. როგორც მოგახსენებათ, საბიუჯეტო პროგნოზი არის 6%, ეს არის ერთგვარი პროგრამა მინიმუმი, რომელიც ჩვენ გვაქვს დასახული. თუმცა ვფიქრობ, რომ იმ ტენდენციებით, რომლებიც ფიქსირდება, აქამდე ჩვენ შეგვიძლია ეს გეგმა გადაჭარბებითაც შევინარჩუნოთ, შევასრულოთ. როგორც მოგახსენებათ, სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით 2025-29 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა, როგორც რეგიონში, ასევე მთლიანად კონტინენტის ევროპის მასშტაბით. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არა მხოლოდ ეს პროგნოზი შევასრულოთ, არამედ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეკონომიკურ გაძლიერებას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის გამტკიცებისთვისაც. ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორია ტურიზმი და ავიაცია. და მიმართულებით გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, როგორც მოგახსენებათ, ბრიტანული ავიაკომპანიები, British Airways და EasyJet შემოდიან საქართველოში. უკვე იწყება ფრენები, ერთწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები უწყობდა წინ ამ შედეგის მიღწევას. სხვადასხვა სტრუქტურები იყო ჩართული ამ მოლაპარაკებებში, განსაკუთრებული მადლობა ეკონომიკის სამინისტროს ამ შედეგის მიღწევისთვის. 30 მარტიდან, ან გუშინდელი დღიდან უკვე დაიწყო ლონდონი-თბილისი-ლონდონის პირდაპირი ფრენები, რომელიც შესრულდება კვირაში 4 სიხშირით British Airways-ის მიერ. ეს რა თქმა უნდა ასევე ტრანზიტულ ფრენებსაც გაადვილებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ასევე დღეიდან კიდევ ერთი ბრიტანული კომპანია EasyJet შეასრულებს ფრენებს ლონდონიდან, მილანიდან და ჟენევიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს მობილობის კიდევ უფრო მეტად გაზრდას და ტურიზმის კიდევ უფრო მეტად განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. ასევე ინოვაციები არის ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. და ამ კუთხით საზოგადოებას ჩვენ თავაზობთ ძალიან მნიშვნელოვან სიახლეს. კერძოდ ქართული სტარტაპერები, რომლებიც ქმნიან მაღალ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროდუქტებს, ისარგებლებენ უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათებით 10 წლის განმავლობაში. აქედან პირველი 3 წლის განმავლობაში ისინი საშემოსავლო გადასახადით დაიფიქრებიან 0%-ით, ანუ ნულოვანი საშემოსავლო გადასახადი იმოქმედებს სტარტაპერებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს ახალი ინოვაციური სტარტაპების დაფუძნებას, ასევე საერთაშორისო სტარტაპების მოზიდვას ჩვენს ქვეყანაში, ინვესტიციების შემოდინებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და ჩვენი ქვეყნის ინოვაციურ ჰაბად გარდაქმნას, რაც არის ერთ-ერთი ჩვენი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ეს ინიციატივა ასევე ითვალისწინებს მნიშვნელოვანი საგადასახადო მხარდამჭერი მექანიზმების შემოღებას მცირე და საშუალო საწარმოებისთვისაც, რომლებიც ინოვაციური პროდუქტის ან მომსახურების შექმნით არიან დაკავებული. მთლიანობაში ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ინოვაციების მიმართულების განვითარებას. და ბოლოს საკითხი, რაც მინდა შევეხო, უკავშირდება მთავრობის ადმინისტრაციაში აუდიტის სამსახურის ფუნქციების გაძლიერებას, კერძოდ გაფართოვდება მთავრობის ადმინისტრაციის აუდიტის სამსახურის ფუნქციები და მას არა მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის, არამედ მთლიანად მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობის ზედამხედველობის ფუნქციაც მიენიჭება. ეს კანონპროექტი, შესაბამის კანონპროექტი ახლოს დღეებში დაინიცირდება საქართველოს პარლამენტში. ასევე გაძლიერდება თანამშრომლობა მთავრობის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის და დაინერგება რეალურ დროში აუდიტის პრაქტიკა, რასაც თქონდა უკვე კონსულტაციები სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან. რა თქმა უნდა, ამ ინიციატივის მიზანია სამინისტროების მიერ განხორციელებული პროექტების ხარჯ-ეფექტიანობის და ხარისხის მაქსიმალური გაუმჯობესება. ეს არის ის საკითხები, რაზეც მინდოდა დღეს ყურადღება გამახვილებინა. შეგვიძლია გადავიდეთ სამუშაო რეჟიმზე. ჩვენი სამინისტრო შრომის ინსპექციის სამსახური ახლა ამჟამად მუშაობს მორიგ ეტაპზე იმ საკანონმდებლო ცვლილებების, იმ ნორმატიული აქტების მიღებისთვის, რომლის მიზანიც გახლავთ ერთის მხრივ მაქსიმალურად მეტად უსაფრთხო გარემოს შექმნა სამუშაო ადგილებზე და მეორეს მხრივ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სტანდარტების იმპლემენტაცია, რაც ჩვენი ქვეყნის მოვალეობა გახლავთ. ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიებთან დღეს განვიხილეთ ახალი რეგლამენტის პროექტი, რომელიც არეგულირებს სამუშაო სივრცეში შრომის ურთიერთობის ნორმებს, რომელიც უკავშირდება მანქანადანადგარებს, ასევე ნებისმიერ სხვა ტექნიკურ აღჭურვილობას. რეგლამენტი გამდინარეობს ერთის მხრივ შრომის ურთიერთობის საერთაშორისო ნორმების სრულყოფიდან გამომდინარე და მეორეს მხრივ ბიზნესის ახავს მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას დასაქმებული ადამიანებისთვის. Ქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა ჯანდაცვის მინისტრთან და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. საქმე ეხება ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას და პრინციპში შევეცადეთ, რომ დეტალურად გაგვეხილა ეს ტექნიკა. Given to the healthy and harmonious development. It's my honor and privilege, great privilege to be here and to have opportunity to participate in this wonderful event which is dedicated to most important thing, which is child rights. And of course, for us, for the government of Georgia, for Georgia in general, it is most important thing to be mostly oriented on child rights according to convention, according to our legislation, and to increase rapidly the standards of protection of child rights. The government of Georgia places a higher priority on this agenda and has consistently taken actions to improve coverage, quality, and safety of care
leading to better health outcomes for our population. We approved the National Maternal and Newborn Health Strategy 2017-2030, which aims to end preventable maternal and neonatal mortality. The strategy is fully aligned with the Sustainable Development Goals, SDGs, and the Global Strategy for Women's, Children's, and Adolescents' Health. Through our Universal Health Coverage Program and targeted vertical programs, we have significantly expanded access to maternal, newborn, and child health services, including antenatal, perinatal, and postnatal care, immunization, and early screenings, while reducing financial barriers for families. Thanks to this holistic and integrated approach, Georgia has achieved notable results. Mortality among children under 1 year of age, as well as under 5 mortality, has decreased by 55% over the past decade. In partnership with the Japan International Cooperation Agency, so-called JICA, we are implementing a technical cooperation project to introduce the Maternal and Child Health Handbook, empowering women to actively participate in their own care and that of their children, from pregnancy through the child's early development. We remain committed to advancing child health and well-being through evidence-based, multi-sectoral and inclusive approaches. Together with our international partners, we will contribute building a healthier and safer future for every child in Georgia. Thank you very much and wish you success. Thank you. სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს კიდევ შეიძლება დამატებით მოწინააღმდეგის გარკვეული შემადგენლობა. მოგვაწოდეს საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია. ძალიან ბევრი ახალი რამ გავიგეთ. საინტერესო იყო თავისი ვიდეო მასალით, სურათებით, ყველანაირი საინტერესო ინფორმაციით და დიდ მადლობას გიხდით. ძალიან კარგი და გამოსადეგი ინფორმაცია მივიღე სამხედრო მოღვაწეობის შესახებ და იმ ცვლილებების შესახებ, რაც ახალი დანერგილი არის საკანონმდებლო სისტემაში, საქართველოს თავდაცვის ძალებში და დიდ სურვილს გამოვთხოვდი, რომ კიდევ დავსწრებოდი მსგავს აქტივობას. მე სხვათა შორის მოვიაზრებ ჩემ მომავალ პროფესიას, როგორც სამხედრო. ძალიან მოხარული ვარ, რომ სკოლაში ტარდება ასეთი ღონისძიებები და მინდა ხაზი გაუსვა იმ ფაქტორს, რომ ძალიან კარგი და საინტერესო ინფორმაციები მოგვაწოდა და ძალიან ბევრი რამე ვიცოდი და ძალიან ბევრი რამე ახლა გავიგეთ. საკმაოდ დადებითი მუხტი მოდის ყოველთვის სკოლის მოსწავლეებიდან და რა თქმა უნდა სკოლის დირექციიდან. საკმაოდ საინტერესო კითხვებს ვსვამენ ჩვენი ახალგაზრდები და ვცდილობთ მაქსიმალურად რომ ამომწურავი პასუხები გავცეთ. იქიდან გამომდინარე რომ გვინდა სწორი ზუსტი ინფორმაცია გქონდეთ ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, საქართველოს თავდაცვის ძალების და ჩვენი ჯარის შესახებ. ძალიან ბევრი ბუნდი დავავარცხეთ, ასე რომ ვთქვა და ბევრი შემაჩვდეთ მართლა ამ დღეების განმავლობაში და როგორც იქნა, ანუ ეს შედეგებიც მივიღეთ, ბოლოს ფინალიც მოვიგეთ. მე საუკეთესო გოგო მოთამაშის ტიტული წოდება ავიღე. ჩემს თანაგუნდელებს და მთლიან ეროვნულ გვარდიას ულოცავ გამარჯვებას და იმედია შემდეგ წელსაც ზუსტად იგივე შედეგებს მივიღებთ. დღეს შეხვდით მეორე ბატალიონს,
და ადვილი მოგება არ იყო, საკმაოდ ძნელი მოგება იყო, მაგრამ მაინც შევძელით, მაინც თავი არ დავზოგეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვიგო. გავედით პირველ ადგილზე, მოვიპოვეთ თასი, რაც იხარია და ულოცავ გვარდიის. დაძაბული ფინალი ითამაშეს ეროვნულმა გვარდიამ და მეორე ქვეითმა ბრიგადამ. გამარჯვება მოიპოვა ეროვნულმა გვარდიამ და დაიკავა პირველი ადგილი. გუნდებს გადაეცათ საპრიზო მედლები, ხოლო გამარჯვებულ გუნდს გადაეცა გუნდური თასი. უსურვებ წარმატებებს როგორც სამსახურებრივად, ასევე პირად ცხოვრებაში. პირველი ქვეითი ბრიგადის 13 ქვეითი ბატალიონის ჩარგლი ასეულმა დაამთავრა სიტუაციური სწავლება LFX-ი, რომელიც მიმდინარეობდა 3 დღის განმავლობაში, დღის და ღამის განმავლობაში, რომლის დროსაც პირადმა შემადგენლობამ კარგად გააცნობიერა მოწინააღმდეგესთან კონტაქტში ყოფნის დროს როგორ უნდა მოიქცეს, რა შესაძლებლობები გააჩნია. წარმოდგენილი არის იუსტიციის სისტემის თანამშრომელთა შემოქმედება. თვითონ ეროვნულ არქივსაც აქ წარმოდგენილი აქვს ერთი სტენდი, სადაც გახლავთ ნაქარგობა, ნახატები, მინანქრით შესრულებული ნამუშევრები, სამკაულები და იმედი მაქვს, რომ ჩვენს კოლეგებს, ყველა დამთვალიერებელს, მოქალაქეებს ძალიან მოეწონებათ ეს ნამუშევრები და შეეძენენ და სამახსოვროდ დარჩებათ. ძალიან მიხარია, რომ მონაწილეობას ვიღებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვაში ხელოვანი იუსტიციელები. მე წარმოდგენილი მაქვს ნახატები ტილოზე, აკრილსა და ზეთში. აღნიშნული გამოფენიდან შემოსული თანხით ვეხმარებით არასრულწლოვან ბენეფიციარებს.